მოგესალმებით კიდევ ერთხელ ჩვენ მიმყოფებით ელის ბარაშვილების ოჯახში. ბატონ თამას აქვს მოლოდინი იმის, რომ შესაძლოა წუთი-წუთზე ის დააკავონ. ბატონ თამას, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში თქვენ მოგიხსენიეს თამას თამაზაშვილთან ერთად როგორც დანაშაულის ერთ-ერთი დამკვეთი. რას უკავშირებთ ამას, რატომ დასახელდა თქვენი სახელი და გვარი თუ შეგიძლიათ რომ გითხრათ? მე დღეს ჟურნალისტებისგან გავიგე ეს ამბავი და გაუგნებული ვარ. არანაირი დანაშაული მე არ ჩამიდენია, პირადად ბატონ თამას თამაზაშვილს არ ვიცნობ, არც არასდროს არანაირი შეხება არ მქონია და დანაშაულზე კიდე ლაპარაკი ზედმეტია. საერთოდ არანაირი დანაშაული, შეხებაც კი არ მაქვს, მე ვიცნობდი ბედუკაძეს, ლადო ბედუკაძეს, რომელიც არაჩვეულებრივი ახალგაზრდა არის, ნამდვილი ქართველი ვაჟკაცია. ეს ის კაცია, რომელიც ჩემი პატიმრობის დროს მუშაობდა და მე ვიცოდი რომ აქამდე მუშაობდა. გდანის მერვე იზოლატორში კიდე დავაკონკრეტებ, სადაც მე ვიხდიდი საჟელს და სწორედ ლადო და კიდე რამოდენიმე ზედამხედველი აი ეს ადამიანები იყვნენ, რომელიც არ ლახავდნენ პატიმრის ღირსებას და ყველაფერს აკეთებდნენ იმისთვის, რომ იქ პატიმარს ღირსეულად მოეხადა საჟელი. არ ხდებოდა მისი უფლებების შელახვა, არ ხდებოდა ელემენტარულ მაგალითს გეტყვით. მოგეხსენებათ, ციხეში რო შედის პატიმარი, კარანტინში ათავსებენ. სადაც არც ლები, არც ადიელ, არც ბალიში რკინის ნარებზე წევს პატიმარი. 6 ადგილიან საკანში 22-24 პატიმარი იყრის ხოლმე თავს და შემდეგ 2 დღის თავზე ამ პატიმრების განაწილება ხდება ზევით საკანში. როგორც წესი, როგორც გითხარით, 2 დღის შემდეგ პატიმრები აყავთ საკნებში, მაგრამ მე 2 კვირა გამაჩერეს. ზუსტად 14 დღე ვიყავი კარანტინში. იქ არ ხდება არც კბილის ჟაგრისის შემოწოდება, არც კბილის პასტის. მერვე დღეს ნახე ესე იგი პირველი ეგრეთ წოდებული აწევა აიყვანეს პატიმრების ზევით, მერე მეორე შემოყვანა პატიმრების აიყვანეს მესამე და მე არ მაგისებდნენ ზევით ასპოს. ზევით არის იქ პირველი ჟაგრისიც არის, ყველაფერი არის, როცა საგანში შედიხარ. და ამის გამო გამოვთქვი პროტესტი, მერვე დღე შიმშილობა გამოვაცხადე, რომ მომიტანეთ ჟაგრისი და კბილის პასტა. ამის გამო მომკიდეს და ფოქსში გადამიყვანეს. ფოქსი კიდე უარესია ვიდრე კარანტინი. და იმ დღეს მორიგე იყო სწორედ ლადო ბედუკაძე, ღამე პირველ საათზე სავარაუდოდ გვია ღამე გამომიყვანა საკნიდან და ამოიღო ჯიბიდან კბილის პასტა და ჟაგრისი მაღაზიაში ვიყიდეო და წამოგიყევა. ესე გაუხსნელი გამიხსნა და ესე იგი მომცა საშუალება რომ კბილი გამეხირა. და მე როცა იყო მორიგე ყოველ საღამოს გამოყვავდა ესე გვია კარანტინის საკნიდან და აი ესე მაძლევდა ესე იგი ამ ჟაგრის და კბილის პასტას და ვიხეხავდი კბილებს. ამას თავი გავანებოთ. ეს პირადად მე რაც ესე იგი გამიკეთოთ ესე პატივიცა, რადგანაც კიდევ ვიმეორებ 2 კვირა ვიყავი კარანტინში. მაგრამ როცა იყო მორიგე, ლადო, ესე იგი რასაკეთებდა? იქ კარანტინის კარები, თაკეტილი რკინის კარებია, ნახევრად პადორშია და ჰაერი არ ტრიალებს, საშინელებად ტრიალებდა, ესე იგი წარმოიდგინეთ ზაფხულის სიცხე იყო მე 2010 წლის 5 ივლისს დამაკავეს. საშინელი სიცხეები იყო იმ პერიოდში და ჰაერი ჭირდა, სუნთქვა ჭირდა საკანში. ესე იგი, როცა ლადო იყო მორიგე, ამ რკინის კარების ეგრეთ წოდებულ კარმუშკას აღებდა, რომ საშუალება ესე იგი მოგცემოდა პატიმრს თუ გვესუნთქა. ყველა პატიმარი იყო შეყვარებული აი ამ პიროვნებაზე და მე რა ხდებოდა, ესე იგი, გვიან უკვე შემოდიოდა და იქ სიგარეტი არ შეიძლება კარანტინში, ესე იგი, მე არ ვიწევდი სიგარეტს. სხვა პატიმრებზე ესე იგი სიგარეტის მიწა ეჯდა, ესე იგი ელაპარაკებოდა, მოკლედ აი ადამიანებად გვთვლიდა. თუმცა ეს ადამიანი დასახელებულია როგორც ერთ-ერთი ზედამხედველი, რომელიც ზეწოლას ახდენდა პატიმრებზე. თქვენ თუ მაგას ვერ დავიჯერებთ, გამორიცხულია. თქვენ თუ გაქვთ რაიმე კავშირი თუ გინახავთ საერთოდ ეს მასალა, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელდა და ასევე ტელეკომპანია მაესტროს ეთერში გავრცელდა მასალა, სადაც ზედამხედველები პატიმრებზე ზეწოლას ახდენენ და ფიზიკურად. მქონდა დაკავებული გრაფიკი, მე საღამოს ვიყავი ჩემს ძაღლების თავშესაფარში და ეხლა მოვჭი ძაღლების ჩამოსამსახურებას და ეხლა ვაპირებ, ნახო თუ რა თქმა უნდა არ დამიჭერეს და მოვასწარე ამ კადრების ნახვა. ჯერ არ მინახია. ბატონ თამას, თქვენ ამბობთ, რომ არანაირი შეხება არ გაქვთ წარმოდგენა თუ რატომ დაგასახელოთ სამინისტრო? მე სიმართლე გაუგნებული ვარ, ხო გითხარით, იმიტომ რომ მე გირაუთი ვარ, ჯერ გამოსული და გერაოს ნახა კიდევ დევს. გერაოს ანგარიშზე, საქმე ჩემი დამთავრებული არ არის. საერთოდ მე არც ერთ პოლიტიკურ პარტიაში არ ვარ გაწევრიანებული. მე როგორც რიგითი მოქალაქე შეყარებული ვარ ჩემ ხალხზე,
ჩემს სამშობლოზე და მაქვს ჩემი ერთი ხმის უფლება, რომელსაც არჩევნებზე დავაფიქსირებ. მაგრამ არ ვიცი რას დავუკავშირე, ახლა მე ვიხსენებ გუშინ წინ იყო მოსული ჩემი ნათესავი, ახლა მე იმის გვარს და სახელს არ დავასახელებ და მითხრა ესეთი რაღაც, რომ ესე 50 ხმის სანაცვლოდ ნაციონალური პარტიის სასარგებლოდ და 1 მილიონი ლარის სანაცვლოდ ესე იგი შესაძლებელი იყო ჩემი შვილის პატიმრობიდან დახსნას. ამაზე მე გავუცხადე კატეგორიულ უარი. კი ჯერ მე სხვის ხმებს როგორ მოგიტანთ, რადგანაც მე ერთი ხმა მაგ და მე სხვა სამ თემაზე არ დაველაპარაკებ. მაგრამ ამას როგორ დავუკავშირო, კაცო, მე იმას ვუთხარ უარით გავისურვებ და ამით დავწავდა. და ხომ არ უკავშირებთ, რომ შესაძლოა ამ საქმეს აი ამის გამო მოხდა ზუსტად თქვენი მოხსენია? მე ახლა ყველაფერს ვფიქრობ, აი რას შეიძლება, აი ეს იმიტომ რომ მე ამ საქმესთან არანაირი შეხება არ ქონდა, მე კიდე გითხარით, ამ ლადო ბედუკაძეს ვიცნობ გდანის ციხიდან, რო გამოვედი ციხიდან, მხოლოდ ერთხელ შევხვდი რედისონში თავის მეგობართან ერთად ბიზნეს შემოთავაზება იყო. იმის შემდეგ მე ლადო არ მინახია, მაგრამ რადგანაც ლადო მე სიკეთე გამიკეთა და მე უამრავ ხალხს ვეხმარებ კიდე არა მარტო ლადო ბედუკაძეს. მას ხავს 2 მცირეწლოვანი შვილი და ყოველ თვის დასაწყისში მე 100 ლარი დავუნიშნე 1 წლის განმავლობაში სტიპენდია თავის მცირეწლოვან შვილებს, რომელსაც ყოველი თვის დასაწყისში პირადად მის პირად ანგარიშზე ბარაძე საქართველოს ბანკში პირადად მე ურიცხო 200 ლარს. ჩვენ ცოტა როგორ დამტკიცებრივ საქმეზე გადავიდეთ. რეალურად თუ ხდებოდა ასეთი ფაქტები, როგორც ასახულია ვიდეო მასალაში, თუ იყო ზედამხედველების მხრიდან ზეწოლა პატიმრებზე და ფიზიკური შეურაცხყოფა? ციხეში ხდება ზუსტად ისეთი მოვლენები და პროცესები, რაც გარეთ ხდება. გასაკვირი არ არის ეს, რაც გარეთ ხდება, იგივე არის ციხეში. იქ რა თქმა უნდა ხდება, არის დარღვევებიც, არის პირიქით აი ესეთი კაცური საქციელები, რაც ლადოს და კიდე რამოდენიმე ბიჭი იყო იქ, რომელიც მართლა ღირსებას არ ულახავდნენ პატიმარს. მაგრამ მიყვნენ ისეთები, რომლებიც ღირსებას ულახავდნენ და ცემდნენ კიდეც რა არის აქ დასამალი, არაფერი არ არის. ყველაფერი ძალიან კარგად იცის დღეს ყველამ თითქმის რა ხდება დღეს როგორც არის. დიდი მადლობა თამაზელის ბარაშვილს, დიდი მადლობა ვანცა ფოცხერიას. ვანცა აღარ გვაქვს დრო, თუ ძალიან მნიშვნელოვანი კითხვა არ არის, უკაცრავად იქნებ დავამშვიდობოთ ბატონ თამას. რადგანაც შინაგან საქმეთა სამინისტრო გაავრცელა ეს ინფორმაცია, თითქოს მე მიმიძღვის დანაშაულში რაღაცა წვლილი, მე თამაზელის ბარაშვილი ფიცა ვარ ამ ერთის იმაში, რომ არანაირი მონაწილეობა მე დანაშაულთან და აი ამ საქმესთან დაკავშირებით არ მიმიღე, მე ხო ვიცი რომ არ მიმიღე. რადგანაც ამას მივტკიცებო, რომ ესე იგი შენ ღებულობდი ამაში მონაწილეობას, მე დარწმუნებული ვარ რომ დამიჭერენ, მაგრამ მე მინდა მივმართო საქართველოს მოსახლეობას. მე ძალიან მიყვარს ჩემი ქვეყანა, ძალიან მიყვარს ჩემი ხალხი. უამრავ ადამიანს ვეხმარები და ასევე ძაღლების თავისაფარი მაქვს და წარმოიდგინეთ, რომ როგორ შეიძლება ადამიანი, რომელიც ხო უპატრონო ძაღლებს ეხმარება, შემდეგ ესე იგი მისთვის პატრონსეზე გაჩვენების მიზნით, ხო, რაიმე დანაშაულში, მით უმეტეს ცემაში და ცემის დაკვეთაში მივიღო მონაწილეობა. ეს ხო აბსურდი არის, ხო? მე არ მეშინია. მე არც ციხეში ვეყავი ვარ ნაპყოფი, მე არც იქ შესვლის მეშინია, მაგრამ ეშინოდეთ იმას, ვინც სიმართლეს არ ემსახურება. დიდი მადლობა.